ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდით ჩვენი სტუმარია დიდი დიღმისა 1000 მოწამის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დაგულოცეთ მამა ლუკა. ერთმან დაგულოცეთ მოგესალმებით. დღეს ჩვენ საუბრობთ მიტევებისა და შენდობის შესახებ, თუმცა მამაო სანამ ამ თემაზე გადავიდოდეთ, ხვალ არის ნათლისღების დღესასწაული, მისი წინა დღე, ანუ დღევანდელ დღეს ყოველთვის მარხვაა და იქნებ მოგვიყვეთ რატომ არის მარხვად დაწესებული ნათლისღების წინა დღე. დიახ, ჩვენ ვიცით ახლა ქრისტიანული ტრადიცია, რომ ყოველ დიდ დღესასწაულს ყოველთვის მარხვა უძღვის წინ, ეს აღდგომა იქნება, შობა, ნათლისღება, მარიამობა, მოციქულთა ხსენება თუ ასე. ეს იმიტომაც არის, რომ ესე იგი ადამიანს აქვს საშიშროება ამ ქვეყანაზე, რომ აი როგორც უფალი ამბობს ერთ-ერთ იგავში, რომ ეს ქვეყანა მიგიზიდავს რაღაცნაირად გემოვნება აქ ამ ქვეყანას თავისი რაღაცა მიდრეკილებები გიჩნდება, მიჯაჭულობები გიჩნდება ამ ქვეყანასთან. იმდენად გიჩნდება ეს რომ ყოველივე რომ შეიძლება სულიერი დაიფაროს. ამიტომ წინადღე მარხვა ან წინასწარი მარხვა ეს იმიტომ არის რომ აი ადამიანმა სწორედ ეს აი რაღაც ამ ქვეყნიური მიზიდულობა დაამარცხოს თავის თავში. რა თქმა უნდა ადამიანი ამ ქვეყანაზე უნდა ცხოვრობდეს, მოღვაწეობდეს, ჭამდეს, სვამდეს, მოკლედ რომ ვთქვათ, მაგრამ მთავარი მისი საქმე არ უნდა დაევიწყოს და ადამიანის მთავარი საქმე ეს არის ღმერთთან ურთიერთობა. და ვთქვათ, აი კონკრეტულად ნათლისღებას რო შევეხოთ, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია ადამიანის ცხოვრებაში. სულიერი თვალსაზრისით და მარადიული თვალსაზრისით და ამიტომ აი ეს დღე განსაკუთრებულად რომ შეიგრძნოს ადამიანმა და მოემზადოს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ წინასწარი განწყობა უძღოდეს. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფრის მიმართ წინასწარი განწყობა უნდა გქონდეს, აი ადამიანსაც რომ მიესალმო და რაღაცა საქმეც რომ გააკეთო. ამიტომ აი თვითონ ადამიანის ამ ქვეყნიური ცხოვრებისათვის ეს აუცილებელია, რომ წინასწარ მოემზადოს. თან ახლა ჩვენ ჭეშმარიტების თაყვანისმცემელნი და ჩვენი დღესასწაულები არ არის ის, რომ ჩვენ თქვათ აღვნიშნავთ დაახლოებით 2000 წლის წინ რაც მოხდა იმას. რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვიხსენებთ, მაგრამ აი ეს დღესასწაული ისეთი ძალისაა, რომელიც ჩვენს დღეს ზემოქმედებს სულიერი განწმენდისა და ამაღლების თვალსაზრისით. ამიტომ თუ ამას მომზადებული არ შეხვდა ადამიანი, გამოვა რაღაცა წარმართული დღესასწაული, აი რაღაცა თქვათ ვაშა და დამთავრდა, მეტი არაფერი. არადა ესე არ არის. ქრისტიანული დღესასწაული ყოველთვის აღგამაღლებს შენ. მადლი შემოდის ღვთისა, აი ქრისტიანთა უმრავლესობა ეზიარება ამ დღეს, ეზიარება ღმერთს და აი ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან ზიარება, ანუ უახლოესი კავშირი ღმერთთან ეს ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს. და მარხვა არის რაღაცა ამ ქვეყნიურის მეორე ხარის მეორე პლანზე გადაწევა და უპირატესად კი სულიერების წარმოჩენა. და ეს არის სწორედ მარხვა, თავშეკავება ზედმეტობებისაგან. და მამა ლუკა, გადავიდეთ უკვე ჩვენს თემაზე, ეს არის მიტევებისა და შენდობის თემა. ჩვენ მამაო ჩვენოს წარმოთქმისასაც იქ არის ესეთი სიტყვები, მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მევტევთ თანამდებთა მათ ჩვენთან. რომ აგვიხსნათ მამაო, უფრო ზუსტად რაზეა ამ მონაკვეთში საუბარი? საერთოდ ეს ლოცვა ჩვენ როგორც ვიცით, უფალმა ასწავლა მოციქულებს და თითოეულ ჩვენთაგანს. და ახლა მამაო ჩვენოში თითოეულ სიტყვას აქვს საოცარი ადგილი და ისეთი ადგილი, რომელიც მას ღმერთმა მიუჩინა. და ერთ-ერთი მონაკვეთი დამოუკიდებელი აზრია და რამდენიმე დამოუკიდებელი აზრისგან შედგება, ხომ? და ეს არის ის ერთობა, რომელიც მოთხოვნათა ერთობა, რომელიც ადამიანმა უნდა ითხოვოს ღმერთისაგან. იმიტომ რომ აი ვთქვათ, შეიძლება როდესაც ქრისტიანს ადამიანს აქვს ღმერთთან ურთიერთობა, რაღაცა მოთხოვნებს შეიძლება აყენებდეს, მაგრამ აი უფალმა ისეთი ლოცვა მოგვცა, ისეთი მიმართულება მოგვცა, რომ ჩვენ აი ვიცოდეთ რა უნდა ვითხოვოთ ღმერთისაგან. და ერთ-ერთი მოთხოვნა ეს არის, რომ ღმერთმა გვაპატიოს ჩვენი შეცოდებები ისევე როგორც ჩვენ ვპატიობთ სხვას. ეხლა ეს ისეთი ნათქვამია, რომ ადამიანი რაღაცნაირად თუ ყურადღებას მივაქცევთ ესეა, რომ როგორც მე ვექცევი სხვას, ისე მომექეციო ეუბნებით უფალს. ანუ თუ მე ვპატიობ სხვას, უფალიც ანალოგიურად მომიტევებს. ესე იგი, ჩვენი სხვასთან ურთიერთობა გამსაზღვრელია თუ როგორი ურთიერთობა ექნება ღმერთს ჩვენთან. ამიტომ, აი როგორც იაკობ მოციქული ამბობს, თუ მოყვასი ვერ შეიყვარეო, რომელსაც ხედავო,
როგორ შეიყვარებო ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავ. ამიტომ სამართლიანობა ადამიანების წინაშე უნდა გამოავლინოს ადამიანმა. შეიძლება ასეთი რამე ითქვას, რომ მე ღმერთი მიყვარს, მაგრამ ადამიანთა წინაშე არასწორად იქცევა ადამიანი კონკრეტული. მაშინ ის რა თქმა უნდა ტყუის. ამიტომ თავარი ურთიერთობა სწორედ ეს არის მოყვასთან ურთიერთობა და ეს საოცარია, მაგრამ განსაზღვრავს ჩვენთან ღმერთის დამოკიდებულებას. ესე იგი, ადამიანმა, როდესაც ამბობს ღმერთის წინაშე, რასაც მე როგორც მე მიუტევებ, ისე მომიტევეო, ამით შეიძლება თავისი თავი დაწყევლოს კიდეც, თუ ის მოყვას არასწორად ექცევა. თუ მე ვთქვათ, ვინმეს არ ვპატიობ რაღაცას, მაშინ ნიშნავს, რომ მე ღმერთს ვთხოვრო, აი როგორც მე ვპატიობ სხვას, ისე მომიტევეო მეც. და აქედან გამომდინარე, ცოტა შეიძლება აირიოს ადამიანის ცხოვრება. ამიტომ ამ სიტყვებს თუ ჩაუფიქრდებით, მიტევებას აქვს უმთავრესი ადგილი ადამიანის ცხოვრებაში და ღმერთთან ურთიერთობისათვის. ესე იგი, თუ გაქვს რწმენა, თუ გაქვს სიყვარული და თუ გაქვს იმედი ღვთისა, ეს საკმარისი არ არის, თუ შენ არ ხარ მიმტევებელი ადამიანთა მიმართ. ამიტომ როგორი მიმტევებელიც ვარ მე, ეს საზღვრავს როგორი ურთიერთობა ექნება ჩემთან ღმერთს და ეს სამართლიანობაა. ეს ვიცით, რომ აი ჩვენ თავში რომ ჩავიხედოთ, ეს სამართლიანია. და ღმერთი რა თქმა უნდა ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ სამართლიანი. თუ გვინდა რომ ჩვენ ღმერთთან მქონდეს, ასე ვთქვათ, მარადიული და სწორი ურთიერთობა ჩვენ ადამიანებთან, უნდა დავალაგოთ სწორედ ისეთი ურთიერთობა, რომ აი განსაზღვროს ჩვენი პიროვნება. აი ეს განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას. ამიტომ აი ვთქვათ, ლოცვათა კითხვის იგრძე ან ჩაცმულობა, ან ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის აი როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მოყვასთან და როგორ ვექცევით მას. მამა ლუკა, დედამიწაზე არ არსებობს უცოდველი ადამიანი, ყველას აქვს ცოდვები, აქედან გამომდინარე თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება მიტევება პირველ რიგში ღვთისგან. აღნიშნეთ კიდევაც ნაწილობრივ, როგორ და რა ფორმით უნდა ვითხოვოთ ღვთისგან მიტევება? ეს საერთოდ თვითშეფასების შემდგომ უნდა მოახდინოს ადამიანმა. თუ თქვათ ადამიანში მოქმედებს უმაღლესი ცოდვა ან პარტავნება, ეს ნიშნავს, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ცოდვა ნიშნავს, როდესაც ადამიანი ღმერთზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს. მაგრამ როდესაც ადამიანი თავის ადგილზე დააყენებს თავის თავს, ანუ ღმერთზე უფრო დაბლა, აი ამ დროს უკვე წარმოიშვება ჩვენში სინანულის გრძნობა. როდესაც შენ უფალს შეიყვარებ, როდესაც შენ უფალს, ასე ვთქვათ, სამყაროს შემოქმედს, თავის ადგილს, თავის ღირსეულ ადგილს მიუჩენს შენს ცხოვრებაში, აი ამის შემდგომ წარმოიშვება სინანულის გრძნობა შენში. და რა თქმა უნდა, აქედან მერე უკვე ადამიანი გაიკვლევს ცხოვრების გზას ღმერთისაკენ. მაგრამ თუ ადამიანმა ვთქვათ, ესე იგი, ღმერთი არ აღიარა თავისზე მაღლა და თავისი პიროვნება, ასე ვთქვათ, ღმერთს არ დაამორჩილა, ადამიანი ვერ გაიგებს ცხოვრების მნიშვნელობას, ღმერთს ადგილს ვერ მიუჩენს და ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა. როდესაც ადამიანი ვერ გებულობს ღმერთის ადგილს სამყაროს შემოქმედებაში და საკუთარ ცხოვრებაში. და ჩვენ ვხედავთ თანამედროვე ყველაზე დიდ პრობლემას. ადამიანი უფრო ეგოისტურით საზღვრავს საკუთარი მოთხოვნილებებით, ვიდრე ღმერთის მადლითა და ღმერთის თვალთახედვით. აი ჩვენ მადლობა ღმერთს, როგორც უფალი ბრძანებს, ერთი მუჭა სამწყსო ვართ. ვთქვათ, მართლმადიდებელნი, ხო, რომელთაც აი ესეთი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან. ის არის ჩვენი სამყაროს შემოქმედი და ჩვენ მის ყოველ სიტყვას ვიჯერებთ, ვღებულობთ და არ ვცვლით მას. არამედ როგორც ამბობს ის, ვცდილობთ, რომ ისე გავიგოთ და ესე ვგებულობთ კიდეც და ამის დასტური ჩვენი ისტორიაა. და რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც ვცდილობთ, რომ ღმერთის სიტყვა არა მარტო მოვისმინოთ, არამედ მოვისმინოთ და აღვასრულოთ კიდეც ის. და აი ასეთ დამოკიდებულებას უფალთან ადამიანი ყოველთვის მიყავს თვითშეფასებამდე, ვინ არის ღმერთი და მე უკვე ვინ ვარ მე. იმიტომ რომ ქრისტიანული ქრისტეს მოცემული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწავლება ეს არის, იყავის სრული, როგორც მამა შენი ზეცათა არის სრული. ესე იგი ჩვენ სრულყოფილებისაკენ, როდესაც გაგვიჩნდება ღვთიური კურთხევა სიარულისა, აი მე უკვე ვაფასებთ რა გვიშლის ჩვენ ხელს სრულყოფილებისაკენ სვლაში.
და მე ავტომატურად წარმოიშობა ადამიანში, ასე ვთქვათ, სინანული შეფასება და რა პრობლემები გვაქვს, მე ყველაფერს კარგად დავინახავთ. მამა ლუკა, ადამიანები ხშირად ვერ პატიობთ მეგობარს, ახლობელს რაღაც შეცდომას, რომელსაც ვთქვათ ჩვენს წინაშე ჩადის არა და აი წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები ამოვიწერე, რომელიც ამბობს, რომ შენდობის მიუცემლობით სხვას იმდენად ვერავნებ, როგორც საკუთარ თავს. ამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ თავს, როდესაც ვთქვათ არ ვპატიობთ ახლობელს შეცდომას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როგორც აი მამაო ჩვენო სიტყვები რო გავიხსენოთ, როგორც მე მიუტევებო სხვას, როგორც მე ვექცევიო სხვას, ისე მომეკეციო უფალო შენო. და ესე იგი, ვიღაცის მიმართ თუ გავჯიუტდით და ნუ რაღაცა არაფერი, რაღაცა უმნიშვნელოს გამო რაღაცა ბუზის პილოტ ვაქციეთ, ну იგივე მოხდება მე ჩვენს ცხოვრებაშიც და ეხლა ამ ქვეყანაზე ჩვენ რამდენიმე წელიწადი გვიწევს ცხოვრება, ну რამდენიმე დღე, რამდენიმე წუთი ბოლო-ბოლო რო დააჯამო ეს. და აი მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა აი სიამტკბილობით ვიცხოვროთ, ღვთის მადლითა და ერთმანეთის სიყვარულით. ამაზე კარგი ცხოვრების წესი არც არსებობს და ვერც მოიგონებს ვერავინ. ცხოვრების ის წესი, რომელმიც ღმერთმა შესთავაზა ადამიანს. ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი შექმნა. და ერთადერთი ევალება ადამიანს სიხარულში და სიყვარულში ცხოვრება. აი ჩვენც ვიცით რომ როდესაც გვიხარია, უფრო კარგია ცხოვრება, როდესაც არ გვიხარია, მძიმეა ცხოვრება და ჯოჯოხეთური ფერები აქვს ყველაფერს. და აი წარმოვიდგინოთ რომ მე ერთი მოძღვრის გადაგება მოვისმინე, როდესაც ახალი მონათლული ვიყავი, რომელიც ამბობდა შენ ადამიანსო დილას მთელი გულით რო უთხრა გამარჯობაო, ის გამარჯვებული ივლისო და გახარებული მთელი დღის მანძილზეო. და წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ თუ გჭირდება სიხარული, სხვასაც გჭირდება სიხარული და თუ შენ ვიღაცას რაღაცას არ აპატიებ, მე იმას სიხარული წაერთმევა და ვთქვათ ის იქნება რაღაცა მძიმე სულიერ მდგომარეობაში და თუ მე მინდა სიხარული, სხვასაც უნდა მივანიჭო მისი საშუალება. ნუ არა უშავს, აი უფალი ხომ ამბობს, ერთხელ მოციქულები ხო ეკითხებიან რომ კი, მაგრამ რამდენჯერ ვაპატიო ჩემს ძმასო 7-ჯერო დღის მანძილზე. 7-ჯერ 70-ჯერო, ну ეს 490 გამოდის, მაგრამ უფალი ამბობს რომ უსაზღვრო უნდა იყოსო თქვენი გულმოწყალებაო, იმიტომ რომ თვითონ ღმერთია გულმოწყალე ჩვენს მიმართ. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ღმერთი იყოს მოწყალე ჩვენს მიმართ, ჩვენც მოწყალე უნდა ვიყოთ იმათ მიმართ, რომლებმაც რაღაცა თქვათ არასწორი გააკეთეს ჩვენს წინაშე. და მამაო, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს მიმტევებლისთვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება. არის თუ არა ეს ასე? რა თქმა უნდა, წმინდა მამათას ჩვენ ქრისტიანები ვართ ღვთის მადლითა და წმინდა მამათას სწავლების დამცველნი. და ეს ისეთი სწავლებებია, რომელიც აი ჭეშმარიტებაა. და რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს პირადი სამსჯავრო. იმიტომ რომ ესე არ არის, აი როგორც გამოცდაზე გასული ადამიანი, რასაც უნდა იმას აკეთებს, როგორც უნდა ისე წერს, როგორც უნდა ისე იქცევა, მაგრამ ამას ყველაფერს მოყვება თავისი შეფასება. იმდენად რომ წერტილძიმესაც კი უანგარიშებენ ადამიანს. აი ასევეა ჩვენი ცხოვრება, ყველაფერს ყოველი სიტყვისთვის მოგეკითხება თუ ამბობს უფალი. და ერთი გრილი წყალი რო ვინმეს მიაწოდოთო არ დაგეკარგებათო და ერთი ბოროტად ნათქვამი სიტყვისთვისაც მოგეკითხებათო. ანუ ეს ჩვენი ცხოვრება, როგორც ჩვენი წინაპარი ქართველები ამბობდნენ, ეს ცხოვრება გამოცდა არისო, ჩვენ გამოვიცდებით. და აი რანაირი ვიქნებით, ამით ჩვენ გავსაზღვრავთ რა იქნება ჩვენ სამსჯავროზე. იმიტომ რომ უფალმა ბევრი რაღაცა ისეთი გვითხრა, რომელიც მნიშვნელოვანია. მაგალითად არ განიკითხო და არ განიკითხები. ეს საოცარი ნათქვამია, ხო უფალი პირდაპირ, აი უბრალოდ, პატარა ბავშვსაც კი აქვს ამის გაგების შესაძლებლობა თუ ის მოისურვებს. ამიტომ რა მოხდება ჩვენს პირად სამსჯავროზე, ამას ჩვენ ეხლა ვწყვიტავთ. ამ საგამოცდო პერიოდში, რომელსაც ასე ვთქვათ, ეს ქვეყანა გვია. ამ ქვეყანაზე ცხოვრება. მამა ლუკა, ხშირად გვიჭირს თვითონ ჩვენგანს ადამიანებს პატიების თხოვნა. ვთქვათ, ვიცით, გააზრებული გვაქვს, რომ დავაშავეთ მეგობრის, ახლობლის წინაშე, მაგრამ გვაქვს შეიძლება სინანულიც გულში, მაგრამ ამის ხმამაღლა აღიარება გვიჭირს პიროვნების წინაშე. აი, რას გვეტყვით ამის შესახებ, რითია გამოწვეული ეს დაბრკოლება ადამიანის? ну საერთოდ რაღაცა სიკეთის გაკეთება რო გინდა ბოროტი ძალა გეწინააღმდეგება, მას სხვანაირად წინააღმდგომიც ქვია, იმიტომ რომ წინ გიდგება ყველანაირი კარგი ნაბიჯის გადადგმის დროს. მაგრამ ამაშიც გამოიხატება ჩვენი თავდადება, რომ ჩვენ უნდა
მოვერიოთ ჩვენს თავს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი, ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ღვთისთვის და მოყვასისთვის არის საკეთილდღეო. აი მაგალითად ერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ ქრისტიანს მოეთხოვებაო მრავალ თვისებებთან ერთად უპირატესად ვაჟკაცობაო, შინაგანი ვაჟკაცობა, რომ აჯობოს ბოროტი ძალის წინააღმდეგობას და საკუთარ ცუდ მიდრეკილებებს და ცუდ თვისებებს. აი, როდესაც შენ თავს აჯობებ, მე უკვე რა თქმა უნდა სიხარულში და სულიერ გამარჯვებაში, სულიერი გამარჯვებით გამშვენდება შენი ცხოვრება. ამიტომ ვისაც აქვს სულისკვეთება და შეგრძნება და შეგნება ღვთისა, მან აუცილებლად უნდა მოერიოს თავის თავს და სიხარული მოუტანოს თავის მოყვასაც. სხვადასხვა მეთოდები, როდესაც საჭიროა შენდობის თხოვნით, როდესაც საჭიროა მისთვის სიხარულის მინიჭებით და ეს. და მამო, აი როგორ მოვექცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენთან შერიგება არ სურს, ჩვენ გულით ვინანიებთ, მაგრამ ისინი თქვათ მისგან ვერ ვიღებთ შენდობას. ვატარებთ თუ არა ასეთ შემთხვევაში დანაშაულის ცოდვას ჩვენ? არა, ამ დროს არა. უბრალოდ შენ უნდა იყოს სამართლიანი. შენს ყოველ ნაბიჯს უნდა იყოს სამართლიანი. შენ უნდა ლოცულობდე მისთვის. ესე იგი ეს არ არის რაღაცა ტექსტის წაკითხვა მისთვის. ეს არის უბრალოდ შენ უნდა აი უფალმა როგორ გითხრა, თუ შენ მარტო შენი მოყვარე გეყვარებაო, ასე იქცევაო უკეთურებიცო. თუ შენ პატივსცემო, შენს პატივსცემელსო, ასე ბოროტებიც ესე იქცევიანო. და მე უფალი ამბობს, შენ გიყვარდესო მტერნი შენნიო. ამიტომ რაღაცა განსაკუთრებული სიყვარულის უნარს უნდა ატარებდეს ადამიანი. მიუხედავად ყოველივესი, შენ სამართლიანი უნდა იყო ყველას მიმართ და ეხლა ვინ როგორ მოიქცევა, ეს სხვა მომენტია. უფალს ჯვარსაც მევდნენ, უკაცრავად და აფურთხებდნენ, სცემდნენ, შეურაცხყოფდნენ, მაგრამ უფალი ნიმუშს იძლეოდა, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. მიუტევე უფალო არიციანო რას აკეთებენო, ასე იქცეოდა ყველა პირველ მოწამე და ასე იქცევა ყველა ქრისტიანი მომავალში, რომელიც არის ასე თქო წმინდანად წოდებული და ჩვენც ახლა რატო არ უნდა ვიყოთ წმინდანები, იმიტომ რომ ქრისტიანობა სიწმინდე შემოაქვს ადამიანში და თუ ჩვენ ქრისტიანობას მთლიანად დავიტევთ, ჩვენც გავგწმენთ ის და ჩვენც ვიქნებით წმინდანთა რანგის. ოღონდ ეს რა თქმა უნდა იმ თავდადებას მოითხოვს, რომელიც თქვა ღმერთის ერთგულებაში და მოყვასის სიყვარულში არის. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის სამართლიანი უნდა ვიყოთ. ჩვენ სინდისი არ უნდა გვქენჯნიდეს ვინმესთან ურთიერთობის დროს, რომ ჩვენ ვინმეს რამე დავაკელით და ვინმეს წინაშე ჩვენ რაღაცა არასწორი გავაკეთეთ. ესეთი რამ არ უნდა გქონდეს ქრისტიანს. მაგრამ თუ შენ ყველაფერს გააკეთებ და მაინც უარყოფითი დამოკიდებულებაა შენს მიმართ, შენ მაინც უნდა ილოცო მისთვის და უბრალოდ უნდა ეცადო, რომ შენ საკეთებელზე იფიქრო და არა სხვის საკეთებელზე. მამო, ერთ-ერთ ქადაგებაში ჩვენმა პატრიარქმა უწმინდესმა დონიტერსმა ილია მეორემ ამგვარი სიტყვები თქვა და ძალიან მინდა რომ ამოვიკითხო. რა არის ის ძალა, რომელიც შენდობის უნარს გვაძლევს? ეს არის ძალა ღვთისა, სულიწმინდა, მადლი სულისაწმინდისა. შენდობის უნარი ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა და ჩვენ უფალთან ვართ და რომ ადამიანის გული ტაძარია სულისაწმინდისა. ვინც არ არის ტაძარი სულისაწმინდისა, ის ვერც შენდობასა და შერიგებას შეძლებს, რადგან ბოროტი სული შერიგების ნებას არ მისცემს. სადაც შერიგება, იქ ხომ სიყვარულია, ხოლო სადაც სიყვარულია, იქ უფალია. რას გეტყვით პატრიარქის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვების შესახებ? რა თქმა უნდა, ეს ვთქვათ, აი ფორმულა იმისა, როგორ უნდა იყოს ქრისტიანი. თუ სულიწმინდა არის შენში, შენ ღმერთისაკენ მიდიხარ. და თუ სულიწმინდა შენში არ არის, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე ამ ქვეყნიური კანონებით ცხოვრობ და უმეტეს შემთხვევაში ეს კანონი არის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია. და მე უკვე მიდის აი ესეთი ლოგიკური ჭიდილი აზრთა შორის და ასე შემდგომ, რომელიც აბსოლუტურად არაქრისტიანულია, უღმერთოა ეს ყველაფერი და არის ამ ქვეყნიური. და ეს არის ასე რომ ვთქვათ, მოკლედ ეშმაკისაგან გაჩაღებული ცეცხლი. და აი ქრისტიანმა ეს უნდა ჩააქროს, ოღონდ ღვთის მადლით. ამას მარტო შენ ვერ ჩააქრობ. ეს ისეთი პრობლემაა, იმას შენ ვერ მოერევი. ეს აუცილებლად ღვთის მადლით. ამიტომ არის უფალი, რომ უნდა ქრისტიანობა ორ უმთავრეს
ქცევას მოითხოვს ადამიანისაგან, ლოცვასა და მარხვას, რომ გახდეს ადამიანის სულიწმინდის ჭურჭელი. და მე ღვთის მადლი იმოქმედებს შენთან ერთად, მარტო არ იქნები. ეს ის საქმე არ არის, რომ შენ მარტო უნდა აკეთო. ეს ღმერთმა უნდა აკეთოს. ოღონდ შენ ღმერთს უნდა მისცე გასაქანი შენს ცხოვრებაში. აი ჩვენი წინაპარს საოცარი სიტყვა ქონდა ადამიანის დასახასიათებლად, ეს არის ღვთისნიერი, ხომ? აი ღვთისნიერი ადამიანი, ღმერთის ნაირი ადამიანი და აი ღმერთის ნაირი რომ ხდები, მე ღმერთთან ერთად ცხოვრობ. ღმერთის ნაირი თვისებები გაქვს და მე რა თქმა უნდა შენ საოცარ ნაბიჯებს გადაგადგმებინებს ღმერთი ამ ქვეყანაზე და რა თქმა უნდა შენი ნების გარეშე არა, შენი ნებით. ოღონდ აი ჩვენ ღმერთს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენში იცხოვროს და ჩვენი საშუალებით, ასე ვთქვათ, ამ ქვეყანაზე სიკეთე გავრცელდეს. და მამო, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვთქვათ, მიტევების უნარი არ აქვთ შესაძლებლობა და ძნელად უტევებენ, შეუნდობენ ახლობელს და ადამიანს სინანულის შეგრძნება თითქოს ამსუბუქებს ადამიანს, როდესაც ის ამოთქვამს თავისი ცოდვის შესახებ და აღიარებს, ის სუბუქდება თითქოს და თავისუფლდება რაღაც დაძაბულობისგან, ყოველგვარი ცუდისგან. ეს არის გზა ბედნიერებისაკენ. აი უნდა ვთქვათ, რომ ადამიანი, რომელსაც აწუხებს ბოღმა, რაღაცა შეურიგებელია, ის მისი გული მუდმივად იქნება აი ისეთ ტალღებში, რომ მისი გული სიმშვიდეს ვერ ნახავს. არადა სიმშვიდეს აქვს საოცარი სიხარული და სიყვარული. ამიტომ აი ჩვენ რაღაცნაირად ამ ქვეყანაზე ისეთნაირად უნდა შევძლოთ, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც მოგვიწევს ღმერთის წინაშე წარდგომა და მამაო სიტყვები როგორც დავიწყეთ ახლა რომ გავიმეოროთ, ესე იგი შენ თვითონ ქმნი შენს ცხოვრებას და მოხდება ისეთი რაღაცა, რომ თუ შენ ადამიანს ვთქვათ ვერ მიუტევებ, მაშინ წყევლი საკუთარ თავს. ნუ წყევლა რაც ნიშნავს, ღმერთისაგან განაშორებს საკუთარ თავს. ამიტომ ღმერთისაგან განშორებულობა დიდი პრობლემაა, ისევე როგორც ღმერთთან ყოფნა ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ღმერთი შეგვეწიოს, რომ ეს მოვიპოვოთ. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მამა ლუკა საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან მობრძანებისთვის დაგულოცეთ. ერთმან დაგულოცეთ, გაიცნო. მე მაყურებელ შევახსენებ, რომ ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა დიდი დიღმისასი 1000 მოწამის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი.